დღეს მინდა გესაუბროთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზე, რომელიც არის რა პერიოდი არის საუკეთესო კვირაში სამოგზაუროდ. ამაზე მართლა არ მაქვს პასუხი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ნებისმიერი ყოველი თვე ჩემთვის არის თავისებურად ძალიან მაგარი. აგვისტოს გარდა, იმიტომ რომ აგვისტოში გაუსაზრისი სიცხე არის, ვისაც არ გიყვართ სიცხე, არ ჩამოხვიდეთ, პირდაპირ გაფრთხილებთ, იმიტომ რომ 40-41 გრადუსებია და მე ადამიანს, რომელსაც ძალიან მიყვარს სიცხე, მეც კი გავდივარ მართლა ყველაზე ცივ ქვეყნებში, რომ ის რა ერთი თვე რაღაცნაირად ავირდოთ თავიდან. სხვა ნებისმიერი თვე არის იდეალური თავისებურად და ამ ვიდეოში ვეცდები რომ დაგეხმაროთ, აარჩიოთ თქვენთვის სასურველი პერიოდი. ზოგადად გააჩნია მიზეზ თუ რისთვის ჩამოდიხართ კვიპროსში. ძირითად შემთხვევაში ხალხი ჩამოდის დასასვენებლად და ან უპირატესობას ანიჭებენ წლის ტემპერატურას, ან კარგ ამინდებს, რომ ვანაობა შეძლონ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი პერიოდი იწყება აპრილის ბოლოდან, იმიტომ რომ სეზონი სწორედ აპრილში იწყება და გრძელდება დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე, შეიძლება ნოემბრის დასაწყისშიც იყოს კარგი ტემპერატურა. არ ვიცით თუ არა, მაგრამ კვიპროსში 360 დღე არის მზიანი, თითქმის სულ მზე არის და კარგი ამინდები ნებისმიერ ვარიანტში დაგხვდებათ. უბრალოდ საყურადღებოა წყლის ტემპერატურა, იმიტომ რომ ისეთი ცივი არის, უბრალოდ ვერ ისიამოვნებთ. პირს ამას სეზონის დაწყებაში იგულისხმება ისიც, რომ იხსნება უამრავი რესტორანი და კაფე სანაპიროზე. პირველი ზოლი არის ძალიან გამოცოცხლებული, განსხვავებით ზამთრისგან. რა თქმა უნდა, ყოველი წელი ერთნაირი ვერ იქნება და განსხვავებულია თითოეული ზამთრიც აქ. მაგალითისთვის ვგეტყვით, რომ წელს ისე აცივდა ერთი კვირა, რომ თოვლიც კი იყო, მთებში როდესაც ძალიან გამეცინა, არ მეგონა თუ თოვდა კვიპროსში და მეცაც გეტყვით, აქ სათხილამურო კურორტიც არის და შეგვიძლია რომ ვისრიალოთ. ის ერთი და ორი კვირა, როცა თოვლი იქნება ხოლმე, თუ დაგაინტერესებს, ამაზეც ჩავწერ სხვა ვიდეოს. ერთი სიტყვით, ყოველ წელს განსხვავებული ამინდებია. მოდი გადავიდეთ უშუალოდ თვეებზეც და ჩავშალოთ ეს თემა უკეთესად. როგორც უკვე აღვნიშნე, მზე სულ არის, შეიძლება ზამთარში შუა დღეს მაისური თვიაროთ, არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, სეზონის მოსვლასთან ერთად ჩამოდის უამრავი ტურისტი და უნდა გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ დროს კუნძულზე. სწორედ ამიტომ მირჩევნია მე პირადად შემოდგომა ზამთარი და გაზაფხული, იმიტომ რომ ნაკლები ხალხია. მაგრამ ხო, ვისაც გიყვართ სიცხე, ვისაც გინდათ წყალში ჩასვლა, ცურაობა, ამ შემთხვევაში აუცილებლად აპრილის შემდეგი პერიოდი დაგეგმეთ. რაც შეეხება იმ ადამიანთა